გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, ყველა ჩვენი არხის მაყურებლებს მივესალმები და დღეს გავაკეთე ესეთი ვიდეო, როგორ გავაკეთოთ slide show პროგრამას ქვია Picasa 3, აგერ განახებთ ახლა ERLX, აი ასეთი პროგრამა არის, შეგიძლიათ დაგუგლოთ, არის უფასო ეს პროგრამა და დააყენოთ უპრობლემოდ ყენდება ეს პროგრამა. ამ პროგრამით ჩემი აზრით ალბათ არის ყველაზე მარტივი და ადვილი გაკეთება slide show-ს. რომ გაიხსნებ ეს პროგრამა იქნება ასე ავტომატურად ჩაგიღრით თუ რამე სურათები გაქვთ კომპიუტერში, ყველა გამოჩნდება აქ სურათების, ვიდეოებიც. ასე რომ შეგიძლიათ წინასწარ გააკეთოთ ერთი პაპკა, შით ჩაყაროთ ის სურათები, რომელიც თქვენ გინდათ, რომ არ ეძებოთ. წინასწარ ესე იგი გავაკეთეთ პაპკას, ჩაყრით სურათებს, რომელიც ჩვენ გვინდა slide show-ისთვის. შემდეგ აგერ მაქვს მიგაკეთებული ახალი პაპკა, ეს სურათები ჩავყარე. თქვენ განახოთ როგორ გკეთდება slide show. არის ძალიან ადვილი. კიდევ ვიმეორებ, ასე მონიშნავთ ყველა სურათებს. შემდეგ ვაჭერთ აქ სუსტად ფილმ პრეზენტაციუ. აი ესეც. აქედან შეგვიძლიათ ჩავსვათ მელოდი ანუ mp3 ფაილი. აი მაგალითად მე ამას ამოვირჩევ, არა მნიშვნელობა თქვენ რას გინდათ ის ამოვირჩიეთ, გადმოიწერეთ წინასწარ სიმღერა, ანუ შეიძლება გაქვთ კომპიუტერში, ჩასვამთ სიმღერას, დაამატებთ, აქედან ემატება სიმღერა. აქედან ყენდება ის პარამეტრები, მაგალითად სურათები არის ცოტა და ეს ავტომატურად მოჭრის აუდიო ფაილს და დააყენებს სურათების მიხედვით. შეგიძლიათ პირიქით რომ სიმღერა იქნება მთლიანად, სურათები გადავა ნელა-ნელა. ამიტომ აქ კიდევ არის ერთი რაღაც ურეზად აუდიოს რომ იცნოთ, ესე იგი სიმღერას მოჭრის და მიახლოებით დააყენებს წამებს რამდენ წამში გინდათ რომ გადავიდეს სურათი, ანუ slide show. სურათების გადასვლა. დავაყენოთ წამნახევარი, საკმარისი იქნება მაგალითად ახლა საჩვენებლად. აქ ყენდება ვიდეოს გაფართოებები, ანუ HD, ანუ full HD, რომელიც სურთის გააკეთეთ, გამოირჩიეთ. კიდევ აქედან შეგიძლიათ წაშალოთ, არ გინდათ სიმღერა წავშლით, ისევე დავამატეთ სიმღერას. აქ შეგიძლიათ ნახოთ, რას აკეთებთ, როგორ კეთდება. ანუ აქ გადავდივართ გვერდზე, აქ შეგიძლიათ ტექსტის დაწერა, მაგალითად დავწეროთ slide show. slide. როგორ იწერება ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დავწერ შემებურად slide show. დავწეროთ 2015. მოვაწეროთ კიდევ გამოიწერე არხი, მოიწერეთ არხი. თუ მოგიწონოთ, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ არხი. აქ ყენდება ფონი, უკანა ფონის ფერის შეცვლა. აქ ყენდება ტექსტის ფერი. რაც ფერი არ მოწონს, სხვა ფერი ვნახოთ. ეს ასე იყოს, მოდი ფონის ფერი შევცვალოთ. აი ესე, აქ შეგვიძლიათ ტექსტის ზომის შეცვლა. დავაყენოთ, აი ასე. აქ შეგვიძლია დამატებით დავამატოთ სურათები, მაგალითად კიდევ თუ ამ სურათს დამატება გინდათ, აქ დავამატოთ მაგალითად ეს სურათიც. ასე, ეს კიდევ დავამატოთ აქ ამ სურათებს დაემატა. ანუ ბოლოს კიდევ შეგვიძლია დავამატოთ ისევ წარწერა, მაგალითად ამას. ან любой სურათს, სულ-ერთია რომელი სურათი შეგიძლიათ თქვენ ეს მაგალითად გადავახვიოთ უკან. აი ეს საერთოდ ამოვშალოთ აქედან. ამოვშალოთ, მაგრამ ახლა იყოს და მაგალითად როგორც დავაწერ, კიდევ აქ ბოლოში დავაწეროთ, ამე წარწერა ამ სურათს შეგიძლიათ პირდაპირ სურათს დააწეროთ წარწერა. მაგალითად დალაიქეთ. რაც გინდათ იმას დააწერთ ერთი სიტყვით, როგორც თქვენ მოგწონთ ისე გააკეთებთ. აქედან კიდევ მართლა დამავიწყდა და აქედან კეთდება კიდევ გადასვლა. აი ამ პარამეტრებიდან შეგიძლიათ გადასვლა, როგორ გადავიდეს სურათები. მე ვირჩევ მაგალითად ამას, თქვენ
მოშინჯეთ ერთი მეორე შეგიძლიათ ყველა მოშინჯოთ რომელიც მიგეწონებათ იმას დააყენებთ თავის თავად მოდი ეს დავაგნოთ ასე წამნახევარი და ვნახოთ რა გამოვიდა მოდი ცოტა დავუმატოთ რომ 2 წამი უკეთესი შემდეგ რომ გააკეთებთ გაკეთებული იქნება ყველაფერი ვაჭერთ აქ SOS.film film და გაკეთება თქვენი ვიდეო slide shows კლიპი ანუ აკეთება ავტომატურად ვიდეო ეს რომ შეიმსება ბოლომდე თავისთავად გაკეთებული იქნება შეგიძლიათ აქ ამ პროგრამიდანვე ჩატვირთოთ YouTube-ზე ანუ სადაც გინდათ მე შემდეგ ჩატვირთოთ იქ თუ მეგეწონათ დაალაიქეთ გამოიწერეთ არხი ეხლა გემშვიდობებით აბა კარგად და დიდი მადლობა ყველას ვინც გვიყურა ვისაც მოეწონათ ეს ვიდეო აბა კარგად თუ რამე შეკითხვები გაგიჩნდებათ შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში აბა დროებით